გალტენ თაგარტის პროგნოზით 2026 წელს ფულადი გზავნილები 3 მილიარდ 800 მილიონ დოლარს მიაღწევს. საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მარტში ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენელებულია. დეტალებს გიყვებით რამდენიმე წუთში. საქართველოს ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტით იანვარ-მარტში 200 მილიონ 700.000 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 3715%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამში ამ პერიოდში 19 ქვეყანაში 361.218 ტონა ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტები გადაიზიდა. ეს კი ჯამში 3809%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტის მოცულობაზე. მიზეზების შესახებ გიყვებით საქმიან საღამოში. საერთაშორისო კონფერენცია კვლევებიდან შედეგებამდე პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში გაიხსნა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე ყურადღება ევროპის საპატენტო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციაზე გამახვილდა. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს ევროპის საპატენტო სივრცეში სრულ ინტეგრაციას გეგმავს. საღამომშვიდობის BMG გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის იანვარ-მარტის ანგარიშის მიხედვით ქვეყნის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7% შემცირდა და 4.14 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული კლება დიდწილად განპირობებულია მაღალი საბაზისო ეფექტით, რაც 2025 წლის იანვარში განხორციელებულ ერთჯერად მსხვილ ოპერაციას უკავშირდება, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 482 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების რელოკაციას, რამაც გასული წლის სტატისტიკა ხელოვნურად გაზარდა. მიმდინარე პერიოდში იმპორტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება. ნავთობპროდუქტების იმპორტი 12%-ით გაიზარდა 329 მილიონ დოლარამდე, ხოლო ბუნებრივი აირის შესყიდვებმა 6%-ით იმატა 204 მილიონ დოლარს მიაღწია. მეოთხე და მეხუთე პოზიციებს მედიკამენტები 185 მილიონით და ნედლი ნავთობი იკავებს 118 მილიონი დოლარით. ავტოსექტორი, რომელიც ტრადიციულად საგარეო ვაჭრობის ლოკომოტივია, 2026 წლის პირველ კვარტალში კლების ტენდენციით ხასიათდება. იმპორტი 26%-ით, ხოლო ექსპორტი 27%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, მსუბუქი ავტომობილების საექსპორტო კალათაში მაინც პირველ ადგილს ინარჩუნებენ 365 მილიონი დოლარით. იმპორტის ძირითადი წყაროები კვლავ ამერიკა, გერმანია და იაპონია არიან. რაც შეეხება რეექსპორტს, ძირითად მიმართულებებად ისევ რჩება ცენტრალური აზია და მეზობელი ქვეყნები, სადაც ლიდერობენ ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. ავტობაზარზე არსებულ დინამიკასთან ახლავს მნიშვნელოვანი რეგულაციური ცვლილებები. 2026 წლის 1 აპრილიდან ძალაში შევიდა აქციზის ახალი განაკვეთები, რაც განსაკუთრებით მკაცრად შეეხო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, სადაც მატებამ 560% შეადგინა 80 თეთრიდან 4 ლარი და 50 თეთრამდე 1 კუბურ სანტიმეტრზე. ამასთან მართველი გუნდის მიერ ინიცირებულია საგადასახადო კოდექსში შესტანი ცვლილებები, რომელიც სახელმწიფო უწყებების მიერ საკუთრებაში მიქცეული ავტომობილების იმპორტისას აქციზისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საბიუჯეტო ტვირთის შემცირებას და სახელმწიფო საკუთრებაში გადასული საქონლის შემდგომი განკარგვის პროცესის ოპტიმიზაციას. 2026 წლის პირველი კვარტალი ქვეყნისათვის საექსპორტო მაჩვენებლის კუთხით რეკორდული აღმოჩნდა. ჯამურმა მოცულობამ 1.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 23%-იან ზრდას ნიშნავს. სტრუქტურულად შესამჩნევი დივერსიფიკაცია ჩნდება. ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი მაგალითად 221%-ით გაიზარდა, ფეროშენადნობები 94%-ით, ხოლო სპილენძის მადნები 169%-ით. აგრარულ სექტორში პოზიტიური დინამიკა დარჩუნდება თხილის და ღვინის მიმართულებით. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში ახალი ეტაპი დაიწყო კომპანია Black Sea პეტროლიუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით. ამ ფაქტორმა განაპირობა ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტის ნახტომისებური 3715%-იანი ზრდა, რამაც ქვეყანას
$200.7 მილიონი შემოსავალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ 3 თვეში საქართველოს 19 ქვეყანაში მოახდინა პროდუქციის რეალიზაცია, სადაც მთავარი პარტნიორები ტოგო, თურქეთი, ასევე $48.1 მილიონი და ჩინეთი იყვნენ 22.8 მილიონით. ამასთან ქვეყანამ პირველად დაიწყო ნედლი ნავთობის მსხვილი მოცულობებით იმპორტი გადამუშავების მიზნით. საინვესტიციო ბანკ Galten Tagartis პროგნოზით 2026 წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების მოცულობა $3.8 მილიარდ მიაღწევს. მარტის თვეში ზრდის ტემპის გარკვეული შენელების მიუხედავად, ჯამურად პირველ კვარტალში 12%-იანი მატება დაფიქსირდა და მაჩვენებელმა $899 მილიონ მიაღწია. TBC კაპიტალის მონაცემებით მარტში ელექტროენერგიის გამომუშავება 7.5%-ით გაიზარდა, თუმცა მოხმარების 4%-იანმა მატებამ 1.3 მილიარდი კილოვატ-საათი იყო, იმპორტის საჭიროება კვლავ დღის წესრიგში დატოვა. საანგარიშო პერიოდში თბოსადგურების გამომუშავება 74%-ით გაიზარდა, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების 8.6%-ით. იმპორტის სტრუქტურაში დომინანტია რუსეთი 155 მილიონი კილოვატ-საათი მარტში, თუმცა ყურადღებას იქცევს თურქეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვის ფაქტი 58 მილიონი კილოვატ-საათი, რაც როგორც წესი, სხვა ალტერნატივებთან შედარებით მაღალი ღირებულებით ხასიათდება. ჯამურად პირველ კვარტალში ქვეყანამ დენის იმპორტში $35.7 გადაიხადა, რომლის ძირითადი წილი იანვრის პიკურ მოხმარებაზე მოდის. დროა საფონდო ბაზრების მიმოხილვაზე ვისაუბროთ და განხილვა უნდა დავიწყოთ გამლილი კვირით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე წლის განმავლობაში. ჩვენ საშუალოდ 4%-იანის დავიხილეთ, NASDAQ-ი საერთოდ 6%-ით გაიზარდა და ამ კვეთრი აღმასვლის ფონზე ამერიკულმა საფონდო ბირჟამ მიაღწია ახალ ისტორიულ მაქსიმუმს. ყველა არსებული რეკორდი, რაც აქამდე იყო, მოიხსნა. გამლილი კვირის განმავლობაში რამდენიმე კომპანიამ წვერვალსაც მიაღწია და პრინციპში გასულ კვირას ძალიან პოზიტიური მოვლენა და განწყობა იყო, რაც დაკავშირებული იყო ჰორმუზის უდის გახსნის ამბავთან და მათ შორის მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებასთან. თუმცა ეს პროცესიც, ჰორმუზის გახსნაც და საერთოდ ყველაფერი გასულ 24 საათში ჩიხში შევიდა. დღეს ვითარება საკმაოდ მძიმეა, გაურკვეველია პირიქით კონფლიქტის ესკალაციის რისკებს უფრო ვხედავთ ვიდრე დეესკალაციის და ამის ფონზე ინვესტორების განწყობა შედარებით გაუარესებულია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა მოხდა გასულ კვირას და როგორ იზრდა დაიდო, დღეს არსებული კორექცია პრინციპში კლებადაც არ შეგვიძლია ჩავთვალოთ და ამის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული საფონდო ბირჟა მაინც იმყოფება რეკორდულ ზონაში და ვითარება მომდენო 2 საათშიც კი შეიძლება აქ ძალიან მკვეთრად შეიცვალოს. მოკლედ ამ ეტაპზე რასაც ხედავთ, ეს არის S&P 500 -0.11%-ს აჩვენებს, Dow Jones-ი -0.11%-ს, ხოლო NASDAQ-თან 0.5%-იანი კორექცია გვაქვს მინიმალურ კლებავს ხედავთ რეკორდის დაფიქსირების შემდეგ. კომპანიების მიხედვით ვითარება დიდად საინტერესო არ არის, საშუალოდ 1%-იანი კლება გვაქვს, Amazon-თან -1.5%, Broadcom-თან -2%, Meta-სთან და Tesla-სთანაც დაახლოებით -2%. სხვათა შორის მიმდინარე კვირა ძალიან დაძაბული იქნება კორპორაციული სექტორისათვის, რადგანაც უმსხვილესმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი კვარტალური შედეგები და მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც გაგვაცნობს თავის შედეგებს მომდევნო 24 საათში, იქნება Tesla. ნამდვილად საინტერესოა Tesla-ს როგორი შედეგები ექნება Big Tech-იდან, დიდი ვიდეოულიდან ისქნება პირველი კომპანია, რომელიც დაგვანახებს თავის შემოსავლებს და პრინციპში მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგანაც ინვესტორები ძალიან დიდი მედებს ამყარებენ Tesla-ზე, როგორც ელექტრომობილების ინდუსტრიის პიონერზე და ასევე ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზაციის ტენდენციის ერთ-ერთ ლოკომოტივზე. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს იგი მოლოდინებს. კაპიტალიზაცია ამჟამად $1.5 ტრილიონი ფარგლებში, ამიტომაც Elon Musk-ის კომპანიას შეცდომების დაშვების დრო დაფუფუნება ახლა ნამდვილად არ აქვს. ამერიკაში არსებული ამ არასაინტერესო განწყობის ფონზე პრინციპში იგივე ვითარებაა. ევროპაშიც, სადაც სასურველის კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დღეს დაეცა 0.82%. აი აზიაში კი პირიქით დადებითი განწყობა გვაქვს. შანხაის ინდექსი 0.75%-ით გაიზარდა, ნიკეის შემთხვევაში კი მატება 0.59% იყო. აქვე
ნავთობზეც უნდა ვისაუბროთ, ის დღეს მკვეთრად არის გაძვირებული, საშუალოდ 5.9%-ით, ეს უკავშირდება რა თქმა უნდა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ამბავს. ამის ფონზე ბრენტის ფასი $95, WTI დაახლოებით $89 ვაჭრება. წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი არის გაძვირებული 55%-ით და ამაზე უკვე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ, ყველა ის მიზეზი, რაც აძვირებს ნავთობს, არის დაკავშირებული სწორედ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან. ამის ფონზე 2%-ით იმატებს ბუნებრივი აირის ფასი და მეგავატ-საათ ენერგიის ღირებულება, როგორც დავახედავთ, 39.9 ევროს შეადგენს ამ ეტაპზე. რაც შეეხება ოქროსა და ვერცხლს, აქ მცირედი კორექცია გვაქვს, საშუალოდ 0.9%-ის ფარგლებში, უნცია ოქროს ფასი $4,800-ია, ხოლო ვერცხლი დაახლოებით $80 ივაჭრება. დიდად გამორჩეული შედეგი ოქროს არ აქვს უკვე პრინციპში კარგა ხანია. აქვე კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა ვისაუბროთ და ვთქვათ ორივე სიტყვა, ბაზარი საკმაოდ სტაბილურია, მიუხედავად მაღალი გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ვოლატილობისა და შეფასება ინდუსტრიისა ამჟამად შეადგენს $2,630 მილიარდ. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის $75,400, ეთერეუმი კი $2,300 ივაჭრება, როგორც ხედავთ, ერთ კვირაში მატება გვაქვს საშუალოდ 4%-იანი კაპიტალიზაცია, 1.9 ტრილიონი გვაქვს ჩვენ ბიტკოინთან, ხოლო ეთერეუმთან $278 მილიარდი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ კი გსურთ და გაინტერესებთ ბიტკოინში, ეთერეუმში ან სხვა ნებისმიერ აქტივში ინვესტირება, შეგიძლიათ მიმართოთ CoinMania-ს, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული და ლიცენზირებული კრიპტობირჟაა. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ლონდონის საფინანსო ბირჟაზე, სადაც დიდაძვრები არა გვაქვს. საქართველოს ბანკიც და TBC-ც არის რეკორდულ ზონაში. საქართველოს ბანკთან უშუალოდ +0.09% გვაქვს, TBC-სთან კი დღეს ვიხილეთ ცერედი კორექცია, საშუალოდ 2%-იანი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა სავაჭრო სესიაზე, ანუ პარასკევს, TBC-მ მოახერხა და დააფიქსირა ახალი რეკორდი. საქართველოს ბანკმა შეძლო ეს, TBC-მაც რაც პრინციპში კავშირში არის, როგორც ამ კომპანიების ძალიან ძლიერ და მდგრად შემოსავლებთან და ფინანსურ ანგარიშგებებთან, ასევე რა თქმა უნდა, მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ვითარებასთან, რადგანაც გასული კვირის განმავლობაში რეკორდზე ავიდა როგორც ამერიკული საფონდო ბირჟა, ასევე არაერთი ევროპული ინდექსი, აგრეთვე აზიური ინდექსები, მათ შორის ნიკეის ინდექსიც და ლონდონის საფონდო ინდექსსაც ასევე ჰქონდა ძალიან კარგი კვირა, რაც გლობალური მოვლენის გამოძახილია. Ყველასკენ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ, როგორც ხედავთ ის გამოყარებულია, კურსი დოლართან მოაქვს 2.79, ევროს კურსი არის 3.16, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.73. მოკლედ, აი ესე განწყობა და ვითარება გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე. საქმის საღამოს დასრულების შემდეგ კი თქვენ წინ გერდით თელარა გელანტიას ავტორ გადაცემა წერტილი ის ანონსებს ჩვენ სწორედ ახალ გაგაცნობთ. 2026 წლის პირველ კვარტალში უცხოელი ტურისტების რიცხვი 4%-ით გაიზარდა, თუმცა საერთაშორისო მოგზაურთა და ვიზიტორთა ჯამური მაჩვენებლები შემცირებულია. კლება ფიქსირდება ერთდღიან და არატურისტულ ვიზიტებშიც. როგორ უმკლავდება ტურიზმის ბიზნესი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო შექმნილ გამოწვევებს და რომელ ქვეყნებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი ზაფხულის სეზონის წარმატებისთვის. დღეს 21 საათსა და 30 წუთზე ტურიზმის ბიზნესის ხმა BMG-TV-ზე სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია კაჯგუფის ფუძნებელი ირაკლი ჭიღლაძე წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. საქმიანი საღამო გავაგრძელოთ მსოფლიოში განვითარებული ამბებით. ირანი უბრალოდ პაკისტანში დაგეგმილი მეორე რაუნდის არ არის კმაყოფილი კი არა საერთოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ჯერჯერობით ასეთია ინფორმაცია, რომლის გავრცელებას და მიწოდება შეგვიძლია მაყურებლისათვის. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა დღეს არის ჩანიშნული, ოფიციალური თეირანი განმარტავს, რომ შტატების მხრიდან ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის სატვირთო გემის, ასე ვთქვათ, დაკავება მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს. კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც თეირანი ამ შემთხვევაში ასახელებს, არის ის, რომ ზედმეტი მოთხოვნები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მუდმივად იცვლება ეს მოთხოვნები. მნიშვნელოვანი ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისლამაბადში უკვე გაგზავნა დელეგაცია და მას სათავეში ქვეყნის მეორე პირი ჯეიდი ვენსი ჩაუდგა. ის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად პაკისტანის დედაქალაქში წესით უკვე ჩასული უნდა იყოს, თუმცა ამ დრომდე თეირანიდან ირანული დელეგაცია არ დაძრულა. შეგახსენებთ, რომ კვირას გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ საბოლოოდ გარიგების ვერ დადების შემთხვევაში ქვეყანას ყველა ენერგო
სადგურს, ენერგო რესურსს გაუნადგურებს და ასევე ხიდები გადამცემ ხასართ ყველაფერს, მოკლედ რაც ენერგიას უკავშირდება, ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულს და ყველა ხიდი იქნება აფეთქებული და კარგი ბიჭების როლი აღარ გვექნებაო, თქვა დონალდ ტრამპმა. ვითარება პოლიციელები აღარ ვიქნებოდა. ხო, ვითარება პრინციპში კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მხარემ ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ტოუსკა დააკავა დონალდ ტრამპის ინფორმაციით. ხომალდმა საზღვაო ბლოკადის გვერდისავლით ჰორმუზის სრუტის გავლას სცადა არსებული ინფორმაციით სამხედრო საზღვაო ძალებმა სამანქანე გამოფილებას გაუხსნეს ცეცხლის შესაბამისად წყობრიდან გამოვიდა სატვირთო გემი და მისი დაკავება სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა. მოხდარს ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობა ხატამ ალ-აბნია გამოეხმაურა და ამერიკელების ქმედებას მეკობრეობა უწოდა. თეირანში განაცხადეს, რომ გემი ჩინეთიდან ირანისკენ მიემართებოდა და ის სანქცირებული არ იყო, შესაბამისად მას უფლება ჰქონდა გაეარა იმ ადგილზე ჰორმუზის სრუტეში, თუმცა ბლოკადა იმას ნიშნავს, რომ გემი სანქცირებულია თუ არა, ისედაც არ შეუძლია გავლა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ირანმა საფასუხო იერიშებიც დაანონსა ამასთან ერთად და თეირანმა ჰორმუზის სრუტეზე შეზღუდვები კვლავ აღადგინა. ესეც სათქმელია, ვიცით, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე გასულ კვირაში ტრამპმა განაცხადა, აბას არახშიმაც მათ შორის დადასტურდა ირანის მხრიდან ეს ინფორმაცია, თუმცა როგორც ჩანს, ვითარება კვლავ დაუბრუნდა საწყის წერტილს. ტრამპი კვლავ იმუქრება, რომ თუ შეთანხმება მიღწეული არ იქნება ამ შემთხვევაში ყველაფერს გაანადგურებს. მეორე მხარეს ირანი ამბობს, რომ თუ ბლოკადა მოიხსნება, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ ბლოკადა მოიხსნება იმ შემთხვევაში, როცა გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. აი ამ ჭადრაკს ისევ იქ დაუბრუნდით, stalemate დაუბრუნდით, ისევ ვიქوارთ საიდანაც დავიწყეთ. სამი კვირის წინაც ამაზე ვსაუბრობდით, დღესაც ამაზე ვსაუბრობთ და არ ვიცი, ოდესმე თითქოს ახალი ამბებია, მაგრამ ისევ იგივე ამბავს ვყვებით, ისევ გაურკვევლობა, ისევ არ ვიცით რა მოხდება და ისევ მოლაპარაკება. ჩვენ არ ვადგენთ, ამიტომ ხო, ნუ ჩვენს ხელში არაფერი არ არის, ჩვენ იმას ვაშუქებთ, რაც ხდება ჩვენი სუბიექტური მოლოდინებისა და სრულების მიუხედავად და მიღმა. აქვე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რეგიონის სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არ არიან იმ ყველაფერს, რაც ხდება. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, მათ საქმიანობას და ზოგადად მათ ბიზნესს უშლის ხელს და ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება მთელი ამ პროცესებით, არის არაბთა გაერთიანებული საამიროები, ან ემირატები, როგორც გენებოდ ისე უწოდეთ, რომელიც არის სახელმწიფო და ის არის დამოკიდებული ორ რამეზე და ორივე აქვს შეზღუდული. ერთი არის ეს უშუალოდ ნავთობის ექსპორტი, რაც ძირითადი ბიზნესია, მაგრამ მეორე ბიზნესი არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არის ტურიზმი და ჰაბი, რომლის როლსაც ასრულებს დუბაი მთელი მსოფლიოსათვის ფაქტობრივად ახლო აღმოსავლეთში ის არის ადგილი, სადაც ჩადიხარ და აკეთებ იმას, რასაც გინდა, ერთ-ერთ საუკეთესო გარემოში და ინფრასტრუქტურაში, უსაფრთხოებასა და დაბალ გადასახადებში. მაგრამ ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც დუბაის გაუჩნდა ყოველ პერიოდში, არის ეს უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც აქამდე არ იყო, იქ მცხოვრებ ადამიანებს არაფერი არ უნახავთ მსგავსი და დაიწყო დუბაიზე შეტევები და ამ შეტევებს გამოეხმაურა შორის სახელმწიფო მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ დუბაიზე 40 დღის განმავლობაში, არ მხოლოდ დუბაიზე, ზოგადად UAE-ზე 40 დღის განმავლობაში განხორციელდა არც მეტი არც ლაგები 2800-ზე მეტი შეტევა. 2800 რაკეტები, დრონები, ხო? რაკეტები, დრონები, უპილოტო საფრენი აპარატები, ზოგი უგზოუკლოდ და დაკარგული დრონი, ზოგი პირდაპირ დამიზნებული რაკეტა. ძალიან მრავალფეროვანი თავდასხმა განხორციელდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე და რაც ყველაზე შემაშფოთებელი არის ის, რომ 90% ამ შემთხვევებისა UAE-ს განცხადებით იყო მიმართული სამოქალაქო დასახლებებზე და ინფრასტრუქტურაზე. მიზანმიმართულად იყო ეს ყველაფერი ასე თუ დუბაიშას უნდა დამიზნებულად, ეგ უკვე სხვა საკითხია. შეიძლება თქვან ირანელებმა, რომ უმიზნებთ სამხედრო ბაზებსო, მაგრამ ფაქტია, რომ ბაზებისკენ არ მიფრინავდნენ ეს რაკეტები, არ მიფრინავდნენ ეს დრონები და დუბაიში მართლა სამხედრო ბაზა არ არის და რანაირად უმიზნებ იმას, რაც არ არის. შესაბამისად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო ფოკუსში და ქვეყნის ლიდერის განცხადებით ეს პირველ რიგში მიუღებელია, ეს ეწინააღმდეგება მეზობლობის, გაგების, ახლობლობის ყველანაირ კანონს და წესს და აქედან გამოსავალი არ იქნება ხელის ჩამორთმევა და ცხოვრების მშვენივრად გაგრძელება და ბოდიში გამოძრომა, აუცილებლად იქნება პასუხი, აუცილებლად იქნება რეტალიაცია, რასაც პრინციპში ყველა სახელმწიფო დებს პირობად რაღაცნაირად. ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ, რომ თითქოს არაბული ქვეყნების ალიანსიც კი დგება უკვე
ირანის საწინააღმდეგოდ, ანუ დაზარალებული ქვეყნები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები, დაკარგეს უსაფრთხოება, ტურისტული ნაკადები და დაუზიანდათ ინფრასტრუქტურა, რადგანაც ირანმა ომი გამოუცხადა ფაქტობრივად ყველა მეზობელს. შეიძლება ყველა მეზობელი პირდაპირ არ ჩაერთო ამ ომში. რადგანაც არ უნდათ გრძელვადიანად კონფლიქტი რომ მქონდეთ მუდმივი კონფლიქტი, მაგრამ დარტყმა მიიღეს და ამ დარტყმის საპასუხოდ ნაბიჯებს ისინი აუცილებლად გადადგამენ და თუ ირანი გრძელვადაში ეკონომიკურად ძალიან რთულ ვითარებაში იქნება, ერთ-ერთი მიზეზი ის იქნება, რომ მას ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს ახლა უკვე ყველა მეზობელ ქვეყანასთან. რაც აქამდე ესე არ იყო მაინც. აქამდე არ იყო, ანუ ასე თუ ისე მაინც აი თქვათ არ ემეგობრებოდნენ, მაგრამ არც ომს უცხადებდნენ ეკონომიკურს, მაგრამ ეგრეულობა ალბათ უკვე აღარ იქნება ასეთი. ისრაელის სპეცსამსახურებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელეს პრინციპში და მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს ბაქო თბილისში ჯეიჰანის ნავთობსადენსა და აზერბაიჯანში მდებარე ებრაულ ობიექტებზე ირანის მიერ დაგეგმილი თავდასხმები აღკვეთეს. მოსადის და შინბეტის ერთობლივი განცხადებით ირანის ისლამური რევოლუციის გუშახთა კორპუსი, იგივე IRGC, სტრატეგიულ მილსადენზე იერიშის მიტანას რამდენიმე კვირის წინ აპირებდა, თუმცა დაჯგუფების სამიზნე ბაქოში მდებარე ისრაელის საელჩო და სინაგოგაც იყო, ასევე აპირებდნენ ებრაული თემის ლიდერების ლიკვიდაციასაც. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ტერორისტული დაჯგუფების წევრები მალევე დააკავეს ჭრეკისას მათ ასაფეთქებელი საშუალებები, მათ შორის დრონები და საბრძოლო მასალა აღმოაჩნდათ. არსებული ინფორმაციით, რომ ისინი ირანიდან მიღებული პირდაპირი მითითებებით იმართებოდნენ და ობიექტებზე ფიზიკურ მეთვალყურეობას და ფოტოგადაღებას ახორციელებდნენ. შესაბამისი ინფორმაცია ცხადია თავდასხმამდე ექნებოდა და ამ ინფორმაციის შეგროვების პროცესში მოკლედ სამართალდამცავებმა იმუშავეს და აიყვანეს დაჯგუფების წევრები. როგორც ირკვევა სპეცოპერაციებს, მათ შორის ბაქო თბილისში ჯეიჰანის მილსადენის თავდასხმას IRGC-ის სპეცოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი რაჰმან მოყადაში ხელმძღვანელობდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იგი გასულ თვეში ისრაელის საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა, სანამ დაიღუპებოდა, რა თქმა უნდა, სათავეში იქნებოდა ამ სპეცოპერაციის მართვაში, თუმცა მე ალბათ ვინმემ გადაიბარა, მაგრამ საბოლოო ჯამში კრახით დასრულდა ეს ოპერაცია. აქვე უნდა ითქვას, რომ მოსადსა და შინბეტის ერთობლივ განცხადებაზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ინფორმაციისთვის თქვათ, რომ ბაქო თბილისში ჯეიჰანის მილსადენი კასპიის ზღვის ნავთობს საქართველოს გავლით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტს აწვდის და ის რეგიონში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, სტრატეგიული მილსადენი და ამ მილსადენის თავდასხმასთან დაკავშირებით, როდესაც 28 თებერვალს დაიწყო პრინციპში იერიშები ირანის წინააღმდეგ, უკვე მაშინვე დაიწყო გავრცელება ინფორმაცია, რომ სტრატეგიულ ობიექტებს ირანი შეუტევდა და ერთ-ერთად განიხილებოდა ბაქო თბილისში ჯეიჰანი და როგორც ჩანს, ის ამოღებული იყო მიზანში, თუმცა ეს მიზნები არ შესრულდა საბედნიეროდ. ხო, მიუხედავად იმისა, რომ სხვათა შორის არც თურქეთი, არც საქართველო, არც აზერბაიჯანი, არც სომხეთი საერთოდ ეს ქვეყნები არ ერევიან კონფლიქტში, მარტივად რომ ვთქვათ, მაგრამ მაინც ირანს შეიძლებოდა ამოეღო ეს ყველაფერი მიზნად და განეხორციელებინა კიდეც შეტევა. შეკრიბეს, ხო? კი, რაღაც საზოგადოება ნამდვილად შეკრიბეს. საქმე ნავთობზე საუბრობ და უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნებს, რომლებზედაც ლომის ყოველდღებს საუბრობთ, აქვთ რთული ვითარება კონტრაქტების შესრულების მიმართულებით. ცხადია, ყველა კომპანია და ყველა ქვეყანა აფორმებს გრძელვადიან კონტრაქტებს ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით. აქ სხვანაირად ბიზნესი არ კეთდება, მრავალი წლით ადრე დებ კონტრაქტს და შემდეგ უბრალოდ აწვდი მომხმარებელს იმშენ კონტრაქტით გათვალისწინებულ მოცულობას, რაც გაქვს აღებული ვალდებულებები, მაგრამ ვერ ასრულებენ ეს ქვეყნები ვალდებულებას. კატარმა გამოაცხადა ფორს-მაჟორი, საუდის არაბეთმა ნაწილობრივ გამოაცხადა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებაც გამოაცხადა და უკვე ქუვეითით შეუერთდა ამ სიას დღეს უკვე ოფიციალურად მათი თქმით, ქუვეით პეტროლიუმმა, რომელიც მთავარი კომპანიაა ქვეყანაში, ყველა კლიენტს გაუგზავნა ესეთი განცხადება, რომ მათ კონტრაქტში ჩადებული ფორს-მაჟორის პუნქტი უნდა ამოქმედდეს. ეს არის პუნქტი, რომელიც მოქმედებს ავტომატურად ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რაღაც ისეთი ხდება, რასაც ქუვეითი ვერ შველის. და ჰორმუზის ამბავს ქუვეითი ვერ შველის, ვერასოდეს ძალიან ძრო მოუნდეს. შესაბამისად კონტრაქტის ეს ნაწილი უნდა ამოქმედდეს და ის პასუხისმგებლობა, რასაც ვერ ასრულებს ახლა ქუვეით პეტროლიუმი, რადგანაც უბრალოდ არ შეუძლია ექსპორტირება წარმოებული ნავთობისა, არ უნდა იქნეს ჯარიმის გამომწვევი და
ასე ვთქვათ, დამკვეთებმა, კლიენტებმა და პარტნიორებმა უნდა გაიგონ რა ხდება და არ უნდა უჩივლონ ამ კომპანიას სასამართლოს. ზარქუნებულად ყველა გაიგებს, ხო? იურიდიული ჯავშანიას უბრალოდ ფორმალობად, რომ დედამიწაზე ყველა მიცის რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და რაღაც ამ პუნქტის ამოქმედება თუ არამოქმედება არაფერს არ ნიშნავს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ქვეყანა და კომპანია ოფიციალურად იურიდიულ ენაზე ამბობენ, რომ არის ფორს-მაჟორი და ჩვენ ვერ ვშველით ამ ვითარებას. ხო, ნაწილობრივ ფორს-მაჟორთან დაკავშირებით შეგვიძლია ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში ენერგეტიკის მდივანმა გააკეთა განცხადება კრის რაიტმა ამერიკის შეერთებული შტატების და ამერიკაში საწვავის ფასი $3-მდე შესაძლოა მომავალ წლამდე არ შემცირდესო, განაცხადა ბატონმა რაიტმა. მისი თქმით, ფასებმა პიკურ მაჩვენებელს უკვე მიაღწია, თუმცა ირანთან ომს ბაზარზე დიდი გავლენა კვლავ აქვს, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ომის დაწყებამდე 1 გალონი ბენზინის საშუალო ფასი იყო $2.19, ანუ $2.90. ამჟამად კი AAA-ის მონაცემებით მაჩვენებელი საშუალოდ $4-მდეა გაზრდილი, $1 და 10 ცენტია დაახლოებით საშუალო მატება გაჩნია შტატების მიხედვით. კალიფორნიაში $6 მეტი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასები, კალიფორნიაში იქამდეც უფრო მეტი ღირდა საწვავი ვიდრე სხვა შტატში. შესაბამისად, კალიფორნიაში ბევრად მეტი ღირს გალონი საწვავი. რაიტმა აღნიშნა, რომ ფასების კლება მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ დაიწყება და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალ წლამდეო კი თქვა, მაგრამ კონფლიქტი როდემდე შეიძლება გაგრძელდეს, მე რაღაც გარკვეული პერიოდი რაღაც ბუფერული იქნება ფასების აღდგენის ნაწილში. მოკლედ, ჯერჯერობით ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდებიან უმალ ფასების კლებას და გავლენა ჰორმუზის სრუტეს. იქ მიმდინარე პროცესებს, რა თქმა უნდა, აქვს საწვავის ფასებზე, ზოგიერთ ქვეყანაში უფრო დრამატულად დიდი. ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ აქვს მარაგები, ის წარმოებელიც არის. არასდროს არ დაუმთავრდება. ამ ნაწილში ხა პრობლემები არ შეექმნება. ჰორმუზის სრუტის დაკეტვა პირდაპირ გავლენას არ ახდენს, ეს გავლენა არის გლობალური ფასებიდან გამომდინარე უბრალოდ, თორემ ამერიკაში ნავთობი ყოველთვის ექნებათ. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. როგორია ტრამპის სამშენებლო ბიზნესი, როგორ და რა ფულს აკეთებს სოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი პოლიტიკოსის ოჯახი და თბილისის გარდა კიდევ სად აგებულა და აიგება ტრამპის თაუერები. ამაზე სასაუბროდ ახლა BMG ჟურნალისტი ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება. ერეკლე, საღამო მშვიდობის. მეკა საღამო მშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. საუბარი უნდა დავიწყოთ ისტორიით. წარსულით, რომლის გარეშეც ვერც იმას გავიგებთ, როგორ მოიყვანა ტრამპმა თავისი სამშენებლო ბიზნესი ატყობდე და ვერც იმას, როგორ მომავალს უქადის კომპანიას შვილებს გადაბარებული ბიზნესი. ვიდრე მანჰეტენის მოელვარეთ სათამბჯენების თავზე სახელი ტრამპი გამოჩნდებოდა, ტრამპების საგვარეულო ოჯახის სულისჩამდგმელი დონალდის მამა, ფრედ ტრამპი, შტატებში საკმაოდ წარმატებულ უძრავი ქონების ბიზნესს ატრიალებდა. ბიზნეს, რომელიც გარეუბნებში საცხოვრებლების აგებასა და გაყიდვაზე იდგა. ბრუკლინსა თუ κουინსში კომპანია საშუალო კლასის აგურის საცხოვრებელ კომპლექსებს ქმნიდა და ყიდდა. ფრედის ბიზნეს მოდელი სტაბილურიც იყო და შემოსავლიანიც, მაგრამ მომავალ პრეზიდენტს თავიდანვე გამოარჩევდა პრესტიჟულობის, ფუფუნებისადმი ასოცირების და გლობალური დიდების სურვილები და სწორედ ამითვე აიხსნება ფაქტი, რომ როგორც კი მართვის სადავეები დონალდ ტრამპმა ჩაიგდო ხელთ, მან გარეუბნებიდან პირდაპირ ქალაქის ცენტრს მიაშურა. ტრამპის უძრავი ქონების იმპერიის ათვლის წერტილი დღემდე მის მთავარ საგანძურად მიჩნეული ტრამპ თაუერია, რომელიც ჯერ კიდევ 1983 წელს ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუზე გაიხსნა. 68 სართულიანი შენობა, რომელიც ცნობილია თავისი შთამბეჭდავი შუშის ფასადით, გაფრიალებული თითბერის მოაჯირებით და მარმარილოს ატრიუმით, არის ძალიან ცნობილი. მასში ლეგენდარულ მოდის ბრენდ Gucci-ს სოფლიოში ყველაზე დიდი მაღაზია აქვს განთავსებული. ეს ნაგებობა იყო და არის მილიარდერის იმ იდეოლოგიის სამაგალითო გამოვლინება, რასაც ჰქვია იფიქრე მასშტაბურად, think big. ამ იდეით შთაგონებულმა ტრამპმა ალბათ 80-იანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გიჟური გეგმა დაისახა და განახორციელა კიდეც. იმისთვის, რომ მისი ბიზნესის სიმბოლოდ ქცეულ ტრამპ თაუერს სამუდამოდ ჰქონოდა ხედი ნიუ-იორკის ცენტრალ პარკზე, საკმაოდ რთული მოლაპარაკებების მიუხედავად შეძლო და შეისყიდა მისი შენობის წინ მდებარე Tiffany & Company-ს ნაგებობის თავზე არსებული საჰაერო სივრცე. მარტივად რომ მაგიხსნათ, ყველა მილიმეტრი ჰაერის ყველა მოლეკულა, რაც ამ შენობის თავზე ბოლო სართულიდან სტრატოსფერომდე იყო,
ტრამპმა იყიდა. შესაბამისად, რომც მოუნდეს ვინმე სტიფანიენკოს ადგილას არსებულ შენობაზე უფრო მაღალი ნაგებობის აგება, ამას ვერასდროს შეძლებს. მასშტაბურად ფიქრის არანაკლებ ღირებული მაგალითი 40 Wall Street-ია, ნაგებობა, რომელიც ტრამპმა $1 მილიონ შეისყიდა, 35 მილიონად განაახლა და მისი ღირებულება დღეს $500 მილიონ არის გაზრდილი. 1 მილიონად ნაყიდი შენობა, 9 მილიარდიან ნაგებობად აქცია. ფული ვახსენეთ და გადავიდეთ ფინანსებზეც, რომელიც ცხადია არანაკლებ საინტერესოა. უბრალოდ თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ Trump Organization-ი, რომლის საკუთრებაშიც არის ნიუ-იორკის თუ სხვა ქალაქების წარმატებული პროექტები, რეალურად კერძო კომპანიაა. შესაბამისად, მისი საგადასახადო დეკლარაციაც, სადაც დეტალურად იქნება მოცემული დღეს რა მხრივ რა მოგებას აგენერირებს პრეზიდენტის ოჯახის ფირმა, კაცრადაა გასაიდუმლოებული. ამიტომაც დავეყრდნობით ინდუსტრიულ ანალიზს და იმ ფინანსურ ანგარიშგებებს, რაც ოდესმე გამხდარა საჯარო, თუნდაც ტრამპის პოლიტიკური აქტივობის გამო. რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ Trump Organization-ის ფართო პორტფელში უძრავ ქონება სოლიდური ადგილი უკავია და კაპიტალი ჯამურად 1.2 მილიარდადაა შეფასებული. დღეს ოჯახის ბიზნეს მოდელი მეტწილად არა თავად ობიექტების აგებაზე, არამედ სახელის, ბრენდის გაყიდვაზე დგას და აქედან წლიურად ათობით მილიონი გენერირდება. მაგალითისთვის, დუბაიში მდებარე პროექტის მეპატრონეები ტრამპის სახელის გამოყენებაში 16 მილიონს იხდიან. ინდოეთში მდებარე ნაგებობის დეველოპერები ყოველწლიურად 10, ხოლო ვიეტნამიდან ტრამპის ოჯახი წლიურად 5 მილიონს იღებს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრამპების ოჯახისთვის წარმოუდგენლად მომგებიანი სტრატეგიაა. ისინი ყიდიან მხოლოდ სახელს, ბრენდს თავისი კაცრად გაწერილი მოთხოვნებით. დეველოპერები კი, როგორც შენობის აგების, ისე კეთილმოწყობისა თუ შენახვის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებენ. მარტივად რო ავხსნათ, მინიმალური ფინანსური რისკით მაქსიმალურ მოგებას აგენერირებენ. ეჯგარეშეა, რომ სწორედ ასე მოხდება თბილისშიც. თბილისი ვახსენეთ და Trump Organization-ისა და ტრამპების უძრავი ქონების ბიზნესის აწმყოსა და მომავალსაც შევეხოთ. ალბათ უკვე ყველა თქვენგანს ექნება ნანახი სურათი, სადაც ქართველი დეველოპერები ტრამპის შვილთან ერიკთან ერთად ერთ მაგიდასთან სხედან. როგორც ჩანს, სწორედ იქ და მაშინ გადაწყდა ახალი პროექტის ბედიც. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, დღეს საგვარეულოს მთავარ ბიზნესში წამყვან ფიგურებად სწორედ ერიკ ტრამპი და მისი ძმა, დონალდ უმცროსი გვევლინებიან. 2017 წლიდან სწორედ მათ გადაიბარეს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და მიზნად ბრენდის საერთაშორისო დონეზე გაფართოება დაისახეს. ძმები ტრამპების მმართველობის პერიოდში გარიგებები დაიდო საუდის არაბეთის უძრავი ქონების გიგანტ Dar Global-თან, ასევე ემირატულ, კატარულ, ვიეტნამურ, ინდონეზიურ და ინდურ დეველოპერებთან. შეთანხმება მიღწეულია ომანურ კომპანიასთანაც, რომელიც მუსკატში ახალ ფეშენებელურ კომპლექსს ააგებს. და მის თავზეც, არც თუ გასაკვირად, ტრამპის სახელს ვიხილავთ. ცხადია, არსებობს ლოგიკური და იურიდიულად გასარკვევი კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა კავშირი ტრამპის ოჯახის ბიზნეს ინტერესებსა და პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის. დემოკრატი კონგრესმენები ჯერ კიდევ 2017 წლიდან საუბრობდნენ, რომ ტრამპის ძალაუფლების გათვალისწინებით არა მარტო ოჯახი შეიძლება იყოს დაინტერესებული ამ შესაძლებლობის ფინანსურ სიკეთეთ ქცევით, არამედ ავტოკრატიული ან დიქტატორული ქვეყნების ლიდერებიც, რომლებიც მზად იქნებიან ყოველგვარი ფინანსური რისკი თავის თავზე აიღონ, რათა ამ გზით მაინც მოხდნენ მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანის წრეში და ეს შესაძლებლობა ურთიერთობების დასარეგულირებლად გამოიყენონ. თბილისში Trump Tower-ი აშენდება. ამ სიახლემ ბოლო რამდენიმე დღეა სრულად მოიცვა ქართული მედია. ზოგს ამ ამბავმა 2012 წლის აპრილი ტრამპის ბათუმში ვიზიტი და Trump Tower-ის პირველი პრეზენტაცია გაახსენა. ზოგი კი უბრალოდ იმაზე ფიქრობს თუ როგორი ვიზუალი ექნება იმ ნაგებობას, ან რამდენად ჩაჯდება ის ქალაქის ცენტრალური პარკის იერსახეში. მოკლედ, თბილისის ისტორიაში ყველაზე მაღალ შენობაზე ვსაუბრობთ. ფიქრი მოფიქრალებს მივანდოთ, მე და ჩემი კოლეგა გიორგი თოლორდავაკი, წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე მაღალი და წარმატებული Trump Tower-ების რეიტინგს. საუბარი უნდა დავიწყოთ ჩიკაგოთი. იმ ქალაქით, სადაც დღემდე ისტორიაში ყველაზე მაღალი Trump Tower-ი არის აშენებული. ეს ულამაზესი შენობა საკმაოდ მოგაგონებთ ერთ ნაგებობას, რომელიც დუბაიში მდებარეობს და ლოგიკა აქ ძალიან მარტივია. ეს ნაგებობა იმ ადამიანებმა დააპროექტეს და ააგეს, რომლებმაც შემდგომ დუბაიში ააშენეს ბურჯ ხალიფა, ის შენობა, რომელიც მთელმა მსოფლიომ კარგად იცის. ეს ნაგებობა მარტივად შეიძლება ითქვას, რომ არის ტრამპის ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ქმნილება
რადგან ის როგორც აღნიშნეთ არის ყველაზე დიდი ნაგებობა და თავის მხრივ ერთ-ერთი უპირატესობა რაც მას გამოარჩევს არის ის რომ მის ქვედა ნაწილში შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ რომ არის პარკი მოწყობილი. ანუ პირველივე სართულზე როცა შედიხართ, თქვენ არ შეგხვდებათ ჩვეულებრივი მისაღები, არამედ შეგხვდებათ პარკი და მხოლოდ მეორე სართულიდან იწყება ფოიე, მისაღები და შემდგომ აი ის სივრცე, რომელსაც კარგად იცნობს და კარგად არის შეჩეული ტრამპის თაუერების მომხმარებელი საზოგადოება. მოკლედ ეს ნაგებობა ნამდვილად გამოირჩევა იმით, რომ არის ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრამპ თაუერი. რიგით მეორე ყველაზე მაღალი და შთამბეჭდავი ტრამპ თაუერი არის არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ არც მეტი არც ნაკლები ინდოეთში. ეს არის ტრამპ თაუერ მუმბაი, რომელიც როგორც ხედავთ, თავიდან ბოლომდე არის ოქროთი გადაწყობილი, ოქროს ფერშია ის თავიდან ბოლომდე გაკეთებული, როგორც ინტერიერი, ასევე მისი ექსტერიერი, ხოლო მისი სიმაღლე არის 268 მეტრი. საინტერესო ის არის, რომ ტრამპის ოჯახს ამ პროექტში $1 კი არ ჩაუდია პირიქით, მას აქეთ გადაუხადეს ფული, რათა ინდოელ დეველოპერებს ჰქონოდათ საშუალება, რომ თავიანთი პროექტისათვის მიენიჭებინათ ეს სახელი და სტატუსი, რაც ასოცირდება ზოგადად ტრამპის ბრენდთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ფრენჩაიზული სისტემით გაყიდული ერთ-ერთი ფრენჩაიზი, რომელიც მდებარეობს ინდოეთში. ცხადია, ეს შენობა ზუსტად იგივე პრინციპით ოპერირებს, რაც ამერიკაში წარმოდგენილი ტრამპ თაუერები, ანუ ეს არის მულტიფუნქციური, ულტრამაღალი კლასის კომპლექსი, სადაც არის როგორც რეზიდენციები, ასევე სასტუმრო, ოფისები და შოურუმები. აგრეთვე საინტერესო ის არის, რომ თავად ეს თაუერი მუმბაიში, ანუ ინდოეთის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში მდებარეობს ყველაზე ძვირადღირებულ და პრესტიჟულ ქუჩაზე. ზოგადად ეს ტრამპის ერთ-ერთი ხელწერა, ის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა ფრენჩაიზის გახსნის უფლებას, თუ კი ლოკაცია არის ქალაქში საუკეთესო, რადგანაც ტრამპი ვერ დაუშვებს, რომ მისი სახელობის შენობა იყოს ისეთ უბანში, რომელიც არ იმსახურებს ტრამპ თაუერის არსებობას. პრესტიჟულობა იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, მაშინ როცა ტრამპი აშენებდა თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაგებობას, ვიზუალურად ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ის არის ყველაზე უნიკალური, თუმცა გამოარჩევს მას ის, რომ ის არის თითქმის პირდაპირი ანალოგი გაეროს ცენტრალური შენობის, რომელიც ნიუ-იორკში ფაქტობრივად მის მეზობლად მდებარეობს და სწორედ ეს იყო გაეროს მხრიდან წინააღმდეგობის მიზეზი. გაერომ პირდაპირ გამოუცხადა დონალდ ტრამპს წლების წინ, რომ ეს შენობა არ უნდა აშენებულიყო, იმიტომ რომ ის დაჩრდილავდა გაეროს სათაო ოფისის შვენიერებას, თუმცა ტრამპია რომ ის თავისი ინტერესები არ გაეტარებინა და 262 მეტრის სიმაღლის ეს საოცარი ნაგებობა ააგო, რომელიც როგორც აღნიშნეთ, არის ვიზუალურად არც ისე გამორჩეული, მაგრამ არის ძალიან უჩვეულო დიზაინის იმის გათვალისწინებით, როგორი შენობებიც არის მის გარშემო, მისი სახელი არის Trump World Tower და ის არის ძალიან გამორჩეული იმითაც, რომ მასში, მათ შორის იმის გამოც, რომ გაეროს სიახლოვეს მდებარეობს, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ჩადის, როცა გაეროს მოხსენებები და გაეროს სხდომები იმართება სექტემბრის თვეში. ამასთან ბილ გეიტსისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შენობა იყო ეს და ალბათ იქამდე დარჩებოდა, სანამ დონალდ ტრამპი იქნებოდა დემოკრატი, თუმცა ახლა ვიცით მათი პოლიტიკური შეხედულებები, მოკლედ ასეთ საინტერესო სიაში მესამე ადგილზე მყოფია Trump World Tower. და დროა ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან ტრამპ თაუერზე. ის შეიძლება ყველაზე მაღალი, ყველაზე გრანდიოზული ან ყველაზე ძვირადღირებული არ იყოს, თუმცა უდავოდ ეს არის მთავარი თაუერი. რა თქმა უნდა, იგი მდებარეობს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მეხუთე ავენიუზე. მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას მისი სიმაღლე არის 202 მეტრი, გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, საფეხუროვანი სისტემით, სადაც ზედვე არის განთავსებული მცირე ზომის პარკი, ერთ-ერთი გასაოცარი არქიტექტურული ნამუშევარია ის. შიგნიდან არის მოოქროვილი, თავად აქ მდებარეობს პრეზიდენტი ტრამპის ერთ-ერთი პირადი რეზიდენცია, ბოლო სართულზე აქვს მას სხვათა შორის პენტჰაუსი და მისი ოთახი არის მოწყობილი ალმასებით, ოქროთი და სხვადასხვა იშვიათი მასალებითა, მაკეტობებითა და ხელოვნების ნიმუშებით. სხვათა შორის ეს არის ადგილი, რომლის სათავე ჯერ კიდევ მამიდან იწყება, ეს ადგილი და ეს ასე ვთქვათ შენობა მას თავად
არ შეუქმნია, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობით ერგო ფაქტობრივად 1928 წელს აშენდა ხუთშორის ეს შენობა, მაშინ წარმოგიდგენიათ აი ესეთი შენობა რომ დადგეს ნიუ-იორკში, როგორი ფურორი იყო და თან ის იყო ნიუ-იორკში ყველაზე მაღალი შენობა იმ დროს, მას შემდეგ რამდენიმეჯერ მოიხსნა ეს რეკორდი, თუმცა დღემდე ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეგრეთ წოდებულად აიკონიკ შენობად ნიუ-იორკში, სადაც ხუთშორის ტრამპმა დაანონსა თავისი პოლიტიკური კარიერა 2015 წელს, როდესაც ის ჩამოვიდა ოქროსფერ კარებიანი ლიფტიდან გამოვიდა და თქვა რომ ის აპირებდა პოლიტიკაში წასვლას და ქვეყნის ლიდერობას, შეგვიძლია ვთქვათ რომ ტრამპის პოლიტიკური ბიზნეს და მათ შორის მედია კარიერაც აი ამ შენობაში დაიწყო. თანაც ის შოუ შეგირდი, რომელმაც ზოგადად ტრამპი აქცია ეროვნულ სენსაციად, აქ არის გადაღებული სწორედ ამ შეხვედრების ოთახში და მის პირად კაბინეტში ამ მიზეზებიდან გამომდინარე ძალიან თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ნიუ-იორკის მანჰეტენის ტაუერი არის ტრამპის პორტფელში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მისთვის ყველაზე საყვარელი პროექტი. ყველაზე ოქროსფერ პროექტზე უნდა გადავიდეთ ამ შემთხვევაში, რომელიც მდებარეობს ლას-ვეგასში. არც არის გასაკვირი რომ ეს ნაგებობა თავისი ვიზუალით ლას-ვეგასთან ყველაზე ლოგიკურად უნდა ასოცირდებოდეს. ყველა მინა არის ოქროს ფურცლებით გაფორმებული, სწორედ იმისთვის, რომ ღამით თუ დღისით ის იყოს ყველაზე ვიზუალურად გამორჩეული ქმნილება ლას-ვეგასში, თუმცა ის ნაგებობა, რომელიც როგორც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, არის 190 მეტრის სიმაღლის, არის ძალიან უცნაური ლას-ვეგასისთვის იმ თვალსაზრისით, რომ იქ არც ერთი კაზინო არ მდებარეობს. ლას-ვეგასი არის ფაქტობრივად კაზინოების ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თუ რულეტი სადმე ტრიალებს, ცხადია ტრიალებს ლას-ვეგასში, მაგრამ არა ამ შენობაში, რადგან ეს ტრამპის იდეას ეწინააღმდეგება. ტრამპი როგორც ისიც არის არა მარტო ამ მიმართულების, არამედ მოწევის კატეგორიული წინააღმდეგიც და ამ შენობაში არც მოწევა არის დაშვებული. ძალიან საინტერესო შენობაა ის თავისი თვალსაზრისით და გამოარჩევს, როგორც აღნიშნეთ, ის რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაგებობა, რომელიც დონალდ ტრამპმა ააგო და აქცია თავის ერთ-ერთ გამორჩეულ სიმბოლოდ. დასასრულს შეგვიძლია ერთი საინტერესო დეტალიც აღნიშნოთ, რომ მის გვერდით ახლა წესით უნდა იყოს მეორე ტრამპის კოშკიც, მაგრამ 2008 წელს, როცა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ის მეორე შენობაც აეშენებინათ, უბრალოდ ისეთი კრიზისი დაემთხვა, რომ ტრამპს აღარ ჰქონდა ამის ფინანსური რესურსი და შესაბამისად ვერ ვიხილეთ ტყუპი კოშკი. ტრამპის არ ვიცი რა ფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს შენობა ცხადია ძალიან ლამაზი და გამორჩეულია და დღემდე დგას და შემოსავალი მოაქვს ტრამპის ოჯახისთვის. მოკლედ, ასეთი არის სია. ცხადია, ჩვენ კიდევ უფრო მეტი შენობა შეგვიძლია დაგვესახელებინა, მაგრამ მათი უმრავლესობა ახლა მშენებლობის პროცესშია, მათ შორის საუდის არაბეთში მდებარე 350 მეტრიანი ნაგებობა, რომელიც სიაში მეორე იქნებოდა. მაგრამ ჯერჯერობით დაუსრულებელია, ამიტომ შემოვიფარგლეთ 4 ამერიკული და 1 ინდური ნაგებობით, რომლებიც მართლაც საუკეთესოდ წარმოაჩენენ დონალდ ტრამპის ბუნებას. როგორც ნახეთ, ტრამპის იმპერია ბრუკლინის აგურიდან მანჰეტენის ოქროსფერ შუშებამდე დიდი ხანია მივიდა, თუმცა როდესაც ვამბობ ტრამპის იმპერიას, მას თავისი კონკრეტული სტატისტიკური გამოხატულებაც აქვს. 11 სწორედ ამდენ გლობალურ ლოკაციაზე აღმართულ სათამჯენს საწერია დღეს ოფიციალურად Trump Tower. შესაბამისად, ეს არის 11 პოლიტიკური და ბიზნეს ბატალიების ეპიცენტრი. ამ რიცხვის მიღმა კი რამდენიმე გამორჩეული ისტორია დგას. ჩიკაგოში მდებარე ტრამპის ტაუერი თავდაპირველად სოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა უნდა ყოფილიყო, თუმცა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ტრამპმა გეგმები შეცვალა, რადგან მიიჩნია, რომ ზედმეტად მაღალი შენობა მიზანი სამიზნე გახდებოდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა და შენობის თავზე ისეთი გიგანტური ასოები დააწერა საკუთარი გვარი, რომ ჩიკაგოს მერიასთან მრავალწლიანი სასამართლო დავა დასჭირდა ამ წარწერის შესანარჩუნებლად. თურქეთში მდებარე 2 Trump Tower-ი პირველი ევროპაში, მათი ისტორია იმდენად პოლიტიზებულია, რომ როდესაც ტრამპმა პრეზიდენტობისას მუსლიმების ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვაზე დაიწყო საუბარი, თურქეთის პრეზიდენტმა შენობიდან მისი სახელის ჩამოხსნაც კი მოითხოვა, თუმცა ბიზნესმა პოლიტიკას ძლია და სახელი დღემდე ადგილზეა. ინდოეთში მდებარე ტაუერი კი ტრამპის გლობალური ლიცენზირების სიმბოლოა. აქ ბინის მფლობელებს Tesla-ს ავტომობილებით და პირადი თვითმფრინავების
სერვისით იზიდავენ. ეს არის მაგალითი იმის თუ როგორ იყიდება სახელი ტრამპი, იქ სადაც თავად დონალდს ერთი აგურიც კი არ დაუდია. დღეს კი ეს 11 შენობა ნიუ-იორკიდან სეულამდე და სტამბოლიდან მანილამდე ბიზნეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფრანჩაიზის მაგალითია. 11 წერტილი მსოფლიო რუკაზე, სადაც უძრავი ქონება პოლიტიკურ გავლენასთან არის გადაჯაჭვული. შედეგი და შემდეგი წერტილი კი როგორც ჩანს სწორედ თბილისია. ბრენდირებული რეზიდენციების სამყაროში ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ამავდროულად მძიმე სახელია. დეველოპერებისთვის ეს არის როგორც გარანტირებული პრესტიჟი, ისე უდიდესი ფინანსური და რეპუტაციული პასუხისმგებლობა. გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე, რა ღირს ტრამპის სახელი. Trump Organization თავად იშვიათად აშენებს, მათი ბიზნეს მოდელი ლიცენზირება, დეველოპერი, რომელსაც სურს, რომ მის შენობას Trump Tower ერქვას, საშუალოდ შემდეგ ხარჯებს იღებს. საწყისი გადასახადი, მხოლოდ სახელის გამოყენების უფლებისთვის დეველოპერები $5 მილიონიდან $15 მილიონამდე იხდიან. ლოკაციას გააჩნია. გაყიდვის პროცესი. ყოველი გაყიდული ბინიდან ან აპარტამენტიდან ტრამპის ოჯახი იღებს 3-დან 7%-მდე საკომისიოს. მართვის გადასახადიც არსებობს შენობის ოპერირებისას, დეველოპერი იხდის წლიურ გადასახადს ბრენდის სტანდარტების შენარჩუნებისთვის. შემდეგი დეველოპერებისთვის ეს ხარჯი ამოსაღებია, ამიტომ ტრამპის ბრენდირებული ბინები ბაზარზე საშუალოდ 20-30% უფრო ძვირია, ვიდრე სხვა ანალოგიური ლაქშერი პროექტები, როგორც წესი. პრობლემა მხოლოდ ლიცენზიის ფული არ არის. Trump Organization-ს აქვს უმკაცრესი დიზაინ პროტოკოლი, დეველოპერი ვალდებულია გამოიყენოს უმაღლესი ხარისხის მარმარილო და იშვიათი ლითონები, თითბერი მოოქროვილი დეტალები და ასე შემდეგ, სპეციფიკური განათებისა და უსაფრთხოების სისტემები, ასევე ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი, აუზები, სპა ცენტრები და ლობი, რომელიც მეხუთე ავენიუ სტანდარტს უნდა პასუხობდეს. ეს ყველაფერი მშენებლობის თვითღირებულებას მინიმუმ 40-50% ზრდის. საქართველოში, სადაც სამშენებლო მასალების უმეტესობა იმპორტირებულია, ეს ხარჯი კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც წესი საომავლოდ. საქართველოში, თბილისსა თუ ბათუმში მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება ორ მთავარ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ბაზრის მოცულობა, Trump Tower-ის აპარტამენტი შესაძლოა რამდენიმე მილიონი $, ღირდეს. კითხვა ისაა, ყავს თუ არა საქართველოს ბაზარს საკმარისი რაოდენობის მულტიმილიონერი მყიდველი, ვინც ამ პრემიუმს გადაიხდის. დეველოპერებს უწევთ იმედი საერთაშორისო ინვესტორებზე დაამყარონ, თავისთავად ცხადია. და B. პოლიტიკური და რეპუტაციული რისკი. როგორც კი შენობას ტრამპი ეწერება, ის ხდება პოლიტიკური სიმბოლო. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ნებათაღელვა, ეს პირდაპირ აისახება ბრენდის ფასზეც. არსებობს სანქციებისა და იურიდიული წნეხის საფრთხეები, რაც საერთაშორისო ბანკებს ხშირად აფრთხობს ხოლმე ასეთი პროექტების დაკრედიტებისას. და ბოლოს შეგახსენებთ ბათუმის Trump Tower-ის პროექტი, აქამდე რომელიც არსებობდა 2012 წელს დაანონსდა, სწორედ პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებებისა და რისკების გამო შეჩერდა წლების განმავლობაში, ვიდრე Silk Road Group-მა რებრენდინგი არ განახორციელა და ეს პროექტი საბოლოო ჯამში მაშინ არ შედგა. საქმეის აღამო დღეს ამი დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.